La barbarie du Hamas et de ceux qui ont collaboré à ce 7 ოქტომბერს ჰამასის ბარბაროსობამ და ვინც მათ ამ ხოცვა ჟილეტაში მიიღო მონაწილეობა, ისრაელი და მსოფლიო შოკში ჩააგდო. 7 ოქტომბერი არის ჭრილობა, რომელიც დღემდე არ მოუშუშებია ისრაელს. ჩვენ ვგმობთ მას ყოველგვარი დათქმის გარეშე, რადგან არასდროს არსად არაფერი არ ამართლებს ტერორიზმს. ჩვენ მუდამ ვფიქრობთ დაღუპულებსა და მათ ოჯახებზე. თანავ უგრძნობთ ისრაელს და უპირველეს ყოვლისა მოვითხოვთ, რომ ჰამასის მიერ დაკავებული ყველა მძევალი უპირობოდ გათავისუფლდეს. ამ დროისთვის ისრაელი ღაზაში კიდევ უფრო აფართოებს სამხედრო ოპერაციებს, რომელთა მიზანი, როგორც თავად ამბობენ, ჰამასის განადგურებაა. თუმცა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული, დაჭრილი, ტრავმირებული და შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ ჰამასი მნიშვნელოვნად დასუსტებულია. ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მთავარ გზად კვლავ მძევლების გათავისუფლება რჩება. არაფერი ამართლებს ომის გაგრძელებას ღაზაში. პირიქით, ყველაფერი მოითხოვს, რომ ის საბოლოოდ დასრულდეს ახლავე, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. სწორედ ამიტომ ჩემი ქვეყნის ისტორიული ერთგულების გამო, ახლო აღმოსავლეთის მიმართ, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიმართ, ვაცხადებ, რომ დღეს საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.